თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ახალი ბიზნეს შესაძლებლობები ჩნდება. სიმეტრია ჯიქია უნიკალური მრავალფუნქციური პროექტია, რომელიც როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და ბიზნეს სივრცეებს აერთიანებს. მის მოწყობამდე კი კომპანია პარტნიორებს არსებული მოთხოვნების გათვალისწინების შესაძლებლობასაც სთავაზობს. ბიზნეს ცენტრში ხდება ეგრეთ წოდებული ლიდების და დაინტერესებული ბიზნესების გენერაცია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბიზნეს ცენტრი დაინტერესებულ პირებს გარემონტებულ კომერციულ სივრცეებში კი შავი კარკასის კონდიციით აბარებს საერთო ფართებს, რა სარგებლობას მიიღებენ ბიზნეს ცენტრების მოიჯარეები და რა პირობით შეუძლიათ სასრული ფართების ქირაობა. დეტალებზე სასაუბროთ დავით ბუაძეს, სიმეტრიას ქაღიტობის ხელმძღვანელი შემოგვიერთდა სტუდიაში და ის გვეტყვის უფრო მეც. მოგესალმებით ბატონო დავით, მადლობა თქვენი დროისთვის. ჩვენმა მაყურებელმა ვიცი, რომ იცის სიმეტრიას ჯიქიას პროექტზე, თუმცა მოკლე შესავალი მინდა გავაკეთოთ, რა ტიპის პროექტია, რა საერთიანებს და როგორ მიდის დღესდღეობით სამუშაოები. და მათ შორის გაყიდვებით საინტერესოა. ბატონო, მოგესალმებით, გუგეთათია, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. სიმეტრია ჯიქიას პროექტის შესახებ კი არაერთხელ ვისაუბრეთ თქვენი ეთერის მეშვეობით, თუმცა კიდევ ერთხელ გამეორდები და მოვყვები იმის შესახებ, თუ რა უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის სიმეტრია ბიზნესებისთვისაც და არა მხოლოდ. სიმეტრია ჯიქიას პროექტი ეს არის გამორჩეული კონცეფციის მქონე და უნიკალური მდებარეობის მქონე კომპლექსი. ეს აერთიანებს სამ ფუნქციას: საცხოვრებელი, კომერციული სივრცეები და ბიზნეს ცენტრი. და სამივე ფუნქციას აქვს თავისი გამორჩეული კონცეფცია. ამჟამად მინდა გავამახვილო ყურადღება ბიზნესის მიმართულებით და განვიხილოთ ის შესაძლებლობები, რომელიც წარმოდგენილია კომპლექსში ბიზნესების მიმართულებით. კომპლექსის მდებარეობა ეს არის 4 ქუჩის გადაკვეთაზე საბურთალოზე მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ 150 მეტრში. მდებარეობიდან გამომდინარე კომპლექსის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია და აქედან გამომდინარე მოსახლეობის გადაადგილებაც ხშირად ხდება ჩვენი კომპლექსის გავლით. ანუ ეს იქნება კომპლექსი ერთგვარად დამაკავშირებელი ხაზი სანდროევის ქუჩის და პოლიტიკოვსკაიის ქუჩებს შორის. აქედან გამომდინარე ის კომერციული სივრცეები, რომლებიც კომპლექსში იქნება წარმოდგენილი, მიიღებენ მაღალ ტრაფიკს, რომელიც დღითი დღე უფრო იზრდება უბნის დასთან და მეტროს სადგურის მოხმარების დასთან. ეს არის საფეხმავლო ტრაფიკი თუ პლუს სამანქანოც? ძირითადად საფეხმავლო ტრაფიკი იქნება ორივე ქუჩის მხრიდან, თუმცა სამანქანო ტრაფიკის შესაძლებელია მოხვედრა კომპლექსში ორივე ქუჩით. რა არის შეთავაზებაში რეალურად რა ტიპის და რამდენი კომერციული ფართი, რა ტიპის ბიზნეს ცენტრი, რომ წარმოვიდგინოთ რა მასშტაბზეა საუბარი და რა არის ის შეთავაზება, რაც გაქვთ დღეისთვის ბიზნესებისთვის? კი ბატონო, წარმოდგენილი კომერციული სივრცე წარმოადგენს ორსართულიან კომერციულ შენობას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ორივე სართულზე სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა კონცეფციის ობიექტები. იქნება როგორც კვების ობიექტები, ასევე სავაჭრო ტიპის ობიექტები. პირველ სართულზე ძირითადად წარმოდგენილი იქნება ის ფუნქციები, ზოგადად ორივე სართულზე წარმოდგენილი იქნება ის ფუნქციები, რაც ჩვენი კომპლექსის და ზოგადად უბნის ინტერესს წარმოადგენს. ეს იქნება ერთგვარი ბიზნეს ეკოსისტემა, რომელიც ყოველდღიურ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს მოსახლეობისთვის და მთლიანად უბნისთვის. იქნება წარმოდგენილი კვების ობიექტები, იქნება ბანკი, მაღაზია, მარკეტი, სხვადასხვა ტიპის ტექ-სერვისი, სალონი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბიზნეს ცენტრს, ამაზეც მოვყვები. აქ უკვე გვაქვს შესაძლებლობა მოვიზიდოთ საერთაშორისო კომპანიების და ასევე ლოკალური ბრენდები, რომლებსაც სურთ გამორჩეულ გარემოში მოხსენიება. რა ზომის ფართებზეა საუბარი და ალბათ თქვენთანაც ხშირად ისმება ეს შეკითხვა და ბარემ აქაც გავაჟღეროთ, იყიდება ამ ბიზნეს ცენტრში ფართები თუ მხოლოდ იჯარით გაიცემა? არჩევანი ძალიან დიდია ფართების ნაწილში, გვაქვს 50 კვადრატული მეტრიდან ზევით ნებისმიერი ფართის დაკმაყოფილება არის შესაძლებელი, წარმოდგენილი არის ჯამში 15 სართული ბიზნეს ცენტრი, ხოლო კომერციულ სივრცეებში წარმოდგენილი იქნება როგორც მსხვილი საერთაშორისო ობიექტები დიდ ფართზე გადანაწილებული, ასევე მცირე მასშტაბის პატარა კვების და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტები. რაც შეეხება გაიჯარების პრინციპს, აქ იქნება მხოლოდ გაიჯარება და გაიჯარდება ბიზნეს ცენტრის ნაწილი გარემონტებულ მდგომარეობაში. არჩევანი იქნება გარემონტებული პლუს ავეჯით ან ავეჯის გარეშე. ხოლო კომერციული სივრცეები ეს უკვე მიღებული პრაქტიკაა, რომ ჩაბარდება შავკარკასულ მდგომარეობაში, რათა თითოეულმა ბრენდმა თავის ინტერესებს და დიზაინს მოარგონ თავიანთი რემონტი. და ეხლა გაქვთ ის შეთავაზება, ხო, როგორც ვიცით, რომ დაინტერესებულ პირებს თავაზობთ მათ სასურველ ფართზე მორგებას თუ სასურველ დიზაინით და ასე შემდეგ. ამ ნაწილში რა არის ის შეთავაზება, რასაც სიმეტრია უკეთებს დღეისთვის ბიზნესს? დიახ, როგორც მოგეხსენებათ, პროექტი მშენებლობის ეტაპზე არის, თუმცა უკვე დავიწყეთ გაიჯარების პროცესი, უკვე დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები ბრენდებთან, რათა წინასწარ ამ ეტაპზევე გავითვალისწინოთ ის ტექნიკური მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც ახასიათებთ ზოგადად
ძირითადად საერთაშორისო ბრენდებს, თუმცა ყველა კომპანიას აქვს თავისი ტექნიკური მოთხოვნები, აქედან გამომდინარე, ჯობს რომ მშენებლობის საწყის და მშენებლობის არსებულ ეტაპზე გავითვალისწინოთ ეს მოთხოვნები, რათა შემდეგ უკვე უწყვეტად და მაღალ დონეზე შეძლონ ფუნქციონირება. რა ეტაპზეა ახლა მშენებლობა ბიზნეს ცენტრის და როდის სრულდება და მთლიანად კომპლექსი როდის უნდა შევიდეს ასე ვთქვათ ექსპლუატაციაში. მშენებლობის პროცესი აქტიურ ფაზაშია, უკვე აშენებული არის კარკასული ნაწილის ძირითადი ნაწილი, მთლიანად სამშენებლო სამუშაოები კარკასის მშენებლობა დასრულდება 2025 წლის შემოდგომას. 2026 წლიდან უკვე რემონტების პროცესები დაიწყება, ხოლო 2027 წლის პირველ ნახევარში გაიხსნება კომპლექსი. დავით, რამდენად თადარიგიანია ქართული ბიზნესი? წეგან ახსენეთ, რომ დაინტერესება ძალიან მაღალია. და თუ ხდება წინასწარ დაკონტრაქტება, როგორც კომერციულ ნაწილში, ასევე ბიზნეს ცენტრში, იმიტომ რომ ლოკაცია, რომელიც თქვენ აღწერეთ, ყველასთვის კარგად არის ნაცნობი და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ლოკაცია, როგორც ბიზნესისთვის, ბიზნეს კომერციული ფართობისთვის, ასევე საოფისედ. და რა ხდება, რამდენად იჭერს თადარიგს ქართული ბიზნესი, რომ გადმობარგდეს თქვენთან? კი ბატონო, ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ, რომ გავაცნოთ ეს უპირატესობები, რასაც კომპლექსი სთავაზობს ბიზნეს დაინტერესებულ მომხმარებლებს. და სხვათა შორის ინტერესი ძალიან დიდია, უკვე მშენებლობის ბევრად უფრო საწყის ფაზაზევე გამოჩნდა ეს ინტერესი მსხვილი საერთაშორისო ბრენდების მხრიდან. დავიწყეთ მათთან მოლაპარაკება, მათი ტექნიკური დეტალების შესწავლა და მისი მორგება პროექტისთვის და პროექტის მორგება ამ ტექნიკურ დეტალებზე და აქედან გამომდინარე ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა ტიპის кейსების განხილვა და სხვადასხვა მოიჯარეებთან შეხვედრები. ბარემ ვიკითხავ და შენ მერე დასვი. ხომ არ არის ცნობილი რომელიმე ბრენდი უკვე, ვისი დასახელება შეიძლება ცნობილია, მაგრამ დასახელება არ შეიძლება. ჯერჯერობით სანამ კონტრაქტი ბოლომდე არ იქნება ხელმოწერილი, მაინც თავშევიკავებ დასახელებისგან, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ უბანი ამ კომპლექსის სახით მიიღებს ყველა იმ ფუნქციას, რა ფუნქციებით საჭიროა ყოველდღიური და ყოველკვირეული საჭიროებებისთვის. ეს იქნება ერთგვარი ჰაბი და ყოველდღიურად აღარ მოუწევთ ადამიანებს შორი მანძილის გავლა და ამ ყველა შესაძლებლობის მისაღებად. ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, ერთ ეკოსისტემაში დახვდება. რამდენი ტიპის რა ფართის კომერციული ფართები და ბიზნეს ცენტრი იქნება ჯამურად რო წარმოვიდგინოთ, რა ტიპის მობილობის შექმნას აპირებთ? თვითონ კომპლექსში წარმოდგენილი არის 11000 კვადრატული ბიზნეს ცენტრი, რომელიც 15 სართულზე იქნება განთავსებული და 2 სართულიანი სავაჭრო და კვების ობიექტებისგან შემდგარი კომერციული შენობა. ასევე სპორტული დარბაზი და აუზი. მობილობას რაც შეეხება, ზოგადად კომპლექსის მობილობა ძალიან მაღალია და მუდმივად მზარდია და ზოგადად უბანშიც მუდმივად იზრდება როგორც მოსახლეობა, ასევე ვიზიტორები და დასაქმებული ადამიანები. უკუგების მაჩვენებელზე რაიმე კვლევა ან მონაცემები, რასაც მათ შორის ბიზნეს წარუდგენთ, ვახსენეთ, რომ საკმაოდ მაღალია მობილობა და იზრდება რაოდენობა და რა შეიძლება იყოს სარგებელი მოკლედ ბიზნესისთვის, ამაზე რის თქმა შეგიძლიათ დღეისთვის. ბიზნესისთვის სარგებელია იქნება ის ტრაფიკი, რა თვითონ ადგილზე დავახვედრებთ ნებისმიერი მიმართულებით. ეს იქნება მეტროდან ამოსული ადამიანები, ასევე უბანში გადაადგილების, ან უბანში მოძრავი ხალხი და ჩვენი კომპლექსის მოსახლეობა. ეს არის 2020 წელს გავაკეთეთ კოლიერს ჯორჯიასთან ერთად კვლევა, რომლის მიხედვითაც მუდმივად მზარდია ეს მაჩვენებელი. მაშინ იყო 40000 ადამიანი, დღეს უკვე ასული არის 60000 ადამიანამდე და ასევე მუდმივად ვამონიტორინგებთ მეტროსადგურის ტრაფიკს და ეს ტრაფიკი მუდმივად იზრდება დაახლოებით გახსნის დღიდან 400%-იანი ზრდა არის მეტროს მომხმარებლების. მოგეხსენებათ ეს ახალი დამატებული გაჩერება, თუმცა უკვე დღითიდღე უფრო მეტად მზარდია მისი მოხმარება. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯიქიაზე ზედანაწილში კიდევ საკმაოდ ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს, ეს ბუნებრივად ტრაფიკს ზრდის და შესაბამისად თქვენ ისე წერტილია, რომ ყველა ვარიანტი უნდა გაიაროს ადამიანმა და ეს ისე როგორია თვითონ ბიზნეს ცენტრებზე, საოფისე მიმართულებებზე მოთხოვნა. გასულ კვირას იყო ზუსტად TPC კაპიტალის კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ ფასი მზარდია და კიდევ აქვს მოკლედ ბაზარს იმის რესურსი, რომ განსხვავებული ნიშის პროექტები დაიჭიროს და თქვათ მნიშვნელოვანი მოგება ნახოს ამ ნაწილში კომპანიებმა. აი ამ კუთხით როგორ აფასებთ ტერიტორიაზე არსებულ განაშენიანებას, კონკურენციას და მოკლედ ამ კუთხით როგორ უყურებთ ბაზრის განვითარების ტენდენციებს?
ბაზარი როგორც აღნიშნეთ, ან კვლევებითაც დასტურდება, რომ ფასის მიმართ მზარდი არის ყოველთვის ბიზნეს ცენტრის მიმართულება განსაკუთრებით და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვაკანტურობა არის ძალიან დაბალი, ანუ მაღალი დონის მაღალი კლასის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობა ძალიან დაბალია, აქედან გამომდინარე მოთხოვნა მუდმივად იზრდება. აი კლასი რო ახსენეთ, რა კლასის ბიზნეს ცენტრზეა საუბარი, სიმეტრიას ჭრილში რას მიაწვდით ბაზარს? ეს არის A კლასი, ეს არის საშუალო კლასი თუ რა გაქვთ დაგეგმილი? კი ბატონო, მოგახსენეთ, შერეული ტიპის ფუნქციებით იქნება წარმოდგენილი, ეს იქნება B კლასის ბიზნეს ცენტრი, თუმცა იქნება ყველა ის შესაძლებლობა და ყველა ის ფუნქცია, რაც A კლასისთვის არის დამახასიათებელი. შეიძლება ესეც ითქვას. აივნები, ეს იქნება ცენტრალური სისტემები, გათხოვა გაგრილების, ეს იქნება ტერასული სივრცეები. ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე. და თქვენი მოვლა პატრონობით და ამ ნაწილში იქნება თქვენი ჩართულობა სრულად მიმდინარე გახსნიდან მოკლედ მიმდინარე წლების მანძილზე. კი ბატონო, აუცილებლად პროექტი იქნება მუდმივად ფუნქციონირებაში მაღალი დონის მენეჯმენტ კომპანიის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ასევე მუდმივად კომფორტულად სარგებლობას. ეს იქნება ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება კომფორტული მუშაობაც და დასვენებაც. ვიდრე გაგიშვებთ, კითხავთ აქვე რა ხდება საცხოვრებელი უძრავი ქონების მიმართულებით, პროექტი მოიცავს საცხოვრებელსაც. ხადია, როგორია გაყიდვები, ბიზნესი საუბრობდა წინა თვეებში შენელებაზე, კვლევებიც იგივეს ამბობს, თქვენი მაგალითი რას ეჩვენებს, გამოცოცხლდა თუ არა დღეისთვის ბაზარი? ბაზარი ზოგადად კი გამოცოცხლებას განაგრძობს უკვე ჩვენს შემთხვევაში GKIA-ს პროექტის მიმართ სიმეტრია GKIA გამორჩეულა დიდი ინტერესი დახვდა ბაზრის მხრიდან ყოველდღიურად გროვდებოდა ლიდები მანამდეც კი სანამ დავიწყებდით გაყიდვების პროცესს აქტიურად მიმდინარეობს ყიდველები არიან ძირითადად საქართველოსდან წარმოდგენილები და ქართველი ემიგრანტები წარმატებები, მადლობა თქვენი დროისთვის და ინფორმაციის განახლებისთვის. დავით ბუაძეს უსმენთ, რომელიც სიმეტრიას გაყიდვების ხელმძღვანელი გახვალთ.